ნუ ფაქტია რომ რეპრესიების ახალი თავგან წამოიწყო ბიჯნარუსის რეჟიმმა ამის დასტურია დილით ხასაიას 12 დღიანი პატიმრობაში გაშვება იმის გამო რომ კანონიერად არაჩვენა ჩანთა და ქონდა ამის უფლება და საღამოს დოი გაათავისუფლეს თეატრის ცენტრალობიდან რაც ნუ კიდევ ერთი გამოხატულება იმისა რომ რეჟიმი ცდილობს კვლავ და კვლავ დაშინებით რეპრესიებით სადოს პროტესტის ჩახშობა. ვფიქრობ, რომ შედეგი იქნება საპირისპირო, პირიქით, რაც მეტია ზეწოლა, მით მეტია უკუპასუხი, მით მეტია უკურეაქცია და ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ რუსთაველის აი ბოლო ბასტიონის დაცვის აქციებსაც დაეთყობა ეს ყოველივე და იმედია უფრო გაფართოვდება და მეთოდებიც გამრავალფეროვდება, იმიტომ რომ არ შეიძლება ამ ყოველივესა შეგუება, თუ ჩვენ ამას შევეგუებით, იმ ცნობილი გერმანელი პასტორის ნიმიოლერის არ იყოს, დღეს ერთ საგზავავე, ხვალ მეორეს გაათავისუფლებენ, ზეგ მესამეს დაიჭერენ და აქ არც ერთი პარტიით, არც ერთი პიროვნებით, არც ერთი თუნდაც უპარტიო თუ სხვა პროფესიის წარმომადგენლით ეს ყოველივე არ დასრულდება, ამიტომ ბრძოლა საჭიროა. პირველ რიგში საქართველოსთვის და იმ რომის დამოუკიდებლობა საფრთხე ემუქრება, მაგრამ ვისაც ნაკლებად ადარდებს სამწუხაროდ საქართველოს საკუთარი ბედი მაინც ადარდებდეს, იმიტომ რომ საკუთარ მომხრეებთან მიმართებაშიც გვინახავს ეს ყოველივე სხვა რეჟიმების დროს და ამ რეჟიმის დროსაც და ბუნებრივია თუნდაც აი ამ სამართლო რეჟიმის მომხრე თუ ვინმე დარჩა, მათაც შეიძლება ხვალ და ზეგ და აუცილებლად მიადგებიან პირადი გარჩევების, ფინანსების თუ სხვა ინტერესების გამო.